მინდა მივლოცო ჩვენ ორკესტრს ესავებილიო დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მათთვის და ძალიან მაგარი ხალხი. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიშურებენ ძალისხმევას, რათა გააკეთონ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ემსახურონ თავის ქვეყანას. ვეცადეთ რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყავით საზოგადოებას და ხალხთან და ვფიქრობ რომ იმ რეპერტუარმა რაც ორკესტრმა შეასრულა, როგორც ქართული, ისე უცხოური მუსიკა, კინომუსიკა კმაყოფილი დარჩა მსმენელი, რაც ჩვენ ძალიან გვახარეს და გვაბედნიერებს. ბედნიერი ვარ რომ მე ვსახურობ სამხედრო ორკესტრში, ვარ ერთ-ერთი მათგანი წევრი. ვემზადებოდით ძალიან განსაკუთრებულად, ძალიან მონდომებით, რა თქმა უნდა შრომატევადი იყო, მაგრამ სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. ძალიან კარგი მუხტი მოდიოდა ხალხისგან, მაყურებლისგან. What's that? We don't know. We were just walking and we saw the music and it seems like an amazing thing. And we were listening. It's beautiful. And the music and all the instruments, it seems that they are professional for sure. ვულოცავ სამხედრო ორკესტრის იუბილეს, ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტმა. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ძალიან ასიამოვნები დავჭი, კარგი ემოციების მეტი არაფერი არ მოსულა, იყვნენ ძალიან პატარა მსმენელები, იყვნენ დიდებიც. ორკესტრმა სხვა ჟანრის მუსიკა შემოგვთავაზა, რაც ძალიან საინტერესო იყო და მრავალფეროვანი, რა თქმა უნდა, და მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო, დღეს ის ქვეშ, ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და აღვნიშნეთ ერთად მათი იუბილე. დღევანდელმა დღემ მომხიბლა კიდევ ერთხელ. რატომ? იმიტომ რომ რაღაცნაირი ახლობლო გვაქვს ოთარ-თაქთიქის სახელობის 19 სკოლას და ბატონ კოობას, რომელიც ეხლა ასე ყმილად და გემრიელად და კარგად უძღვება ამ ორკესტრს. კარგი მუსიკა იყო, იცით, კარგი ბგერები იყო და მიხარია რომ სულ ესეა. მე ვიყავი მამაჩემთან, მამიდაშვილთან, ბიძაშვილებთან და ბიძოლასთან. ძალიან მომეწონა, უფრო მეტად ჰიმი მომეწონა.